ეხლა გაგიკვირდებათ, მაგრამ აი ამ ადგილზე ღმერთმა მომიყვანა. მოიცადე? ეს ჩავწიო. აი ეს იმტრედი იყო ამაში დატყვევებული. ამ ეკლესიაში ვარ ქვემოთ. არ ვიცი რატომღაც ღმერთმა შემომიყვანა აქ და გავიგე ფრთხიალი. ეხლა გამოვსვი საწყალი მტრედი ვერ იგებ სად არის. თლიერად გამოვაძრე ეს. მოკლედ რეებს აღარ მოვესწრები ამ ეკლესიებში რა. ეს მტრედი როგორც ჩანს ახალი პატარა არის. და როგორ მოხდა იქ არ ვიცი. საიდან შეიძლება მომხდარიყო აი აქედან? შანსი არ არის, საიდანღაც ეს გამოკეტილი ყავდეთ ეს მტრედი იქ. როგორც ჩანს. ანუ აი ნახეთ მეგობრებო, რას აკეთებენ რა. შანსი არ არის, რომ ეს მტრედი მოხვედრილიყო აი აქ რა. ეხლა ქალბატონო აი სად აქ იყო მომწყდეული ეს მტრედი. აი ნახეთ. საიდან ჩაძვრა არ ვიცი. აქ ფულიც არის. ქალბატონო აქ იყო მტრედი, ჩამოვარდნილი და გავათავისუფლე. აქ იყო მტრედი ჩამოვარდნილი. არა, მე გამოვიღე, მტრედი იყო და გავიყვანე გარეთ. რა იყო? მტრედი იყო და გავიყვანე გარეთ. ცოცხალი იყო? კი. შედაგებ მაგას ახლა. კი, შევდა. მტრედი აფრინდებოდა ზემოთ, არა? აქ თანხაც არის და გამოვიღებ და აქეთ დავდებ. არ ვიცი ახლა. მე ვთქვი რა ხდება. ბერნაბა ეცე კიდე ნუღაგანი 10 ლარიანი იყო. ეხლა პრობლემას დაეცეს. არავის არ დაეცემა. შეიძლება ვინმე დაეცეს. არავის არ დაეცემა, კარგით არის. კაი, მე ვეთქვი მე რა ის. შენ გოგას იცნობ გოგა, გოჩას? არ ვიცნობ. აი ნახეთ ეს 10 ლარიანი. აი აქ იყო სადმე სხვაგან იქ შესაძლოში. 10 ლარიანი იყო შიგნით შევარდნილი. მართლა. კარგით, აბა კარგად ბრძანდებოდეთ. კარგით, კი ბატონო. ხო, ნუ მოკლედ არ ვიცი ხა ეს მტრედი. მაგრამ როგორ იყო იცი? აი ძალიან სასწაულებრივად იყო რა. ეხლა ნახე ეს საწყალი მტრედი ალბათ დიდი ხანია მანდ. მანდ ანუ პატარა არის როგორც ჩანს ეს მტრედი რა. მოკლედ მტრედიც გავათავისუფლეთ მეგობრებო. ეხლა მართლა ვერ ვიტყვი ეს იყო გამიზნული თუ არ იყო, საიდან შეიძლება ჩასულიყო იქ მტრედი, მე ვერ ვხვდები. აქ საჰაერო კი არის, მაგრამ ზემოდან ჩავარდავითო. ყოველ შემთხვევაში რაც იყო, ვინ გააკეთა თუ რა გააკეთა არ ვიცი, იქ როგორც ჩანს 10 ლარიანის რა თუნდოდა ეხლა იქ ვიღაცას 10 ლარიანი შეედო, მაგრამ ვარდი ხო გავათავისუფლეთ, ეხლა მტრედიც გავათავისუფლეთ. მართალია თეთრი არ არის ეს მტრედი. ნახე როგორ დადის ეწყელი. მაგრამ სიმბოლურად მტრედის სულისკვეთის სიმბოლოა და ესეც გავათავისუფლეთ. ფრთხიალებ და ესე იგი წარმოიდგინეთ, როგორ მიდიოდი ჩვეულებრივად და გულმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ აი ისო რა ქვია, ეხლა აქეთ შედიო რა. მოვტრიალდი გზიდან გადავედი, ანუ არ მქონდა დაგეგმილი ამ ეკლესიაში შემოსვლა საერთოდ. მივედი, მატარა, მე ვთქვი აქ რა უნდა ვქნა და გავიგე ფრთხიალი. და გამიკვირდა ხა რაღაცას ფრთხიალებს.
ხმაურს მივყევი და ვნახე, რომ აი ამ საჰაერო სივრცეში არის ეს მტრედი შევარდნილი და მადლობა უფალს, რომ მიგვიყვანა იქ, სადაც გასათავისუფლებელი მტრედი იყო, გილოცავთ. წავედი, ეხლა მე გავაგრძელე ჩემი გზა ისევ. ღელები კი დავისვარე, აი ნახეთ. კარგად იყავით. დროებით. კიდევ რა გადამეყრება დღეს თავს არ ვიცი.